მიესალმეთ საქართველოს ახალ მეფეს გიორგი მე-13-ს. აი ასე გამოიყურება ჩვენი გიორგი მე-13. მოკლედ ეხლა სალამ თამაშზე გადავად უშუალოდ მინდა პატარა რაღაცა გითხრათ. ცოტა ვითამაშე, ცოტა კი არა, საკმაოდ ბევრი გამომივიდა ვიდეოს გარეთ თამაში, საკმაოდ დიდი დროს გავიდა. ოღონდ რა გავაკეთეთ ეხლა? ზავი დავდეთ სამხრეთის იმპერიასთან, მერვე ეპიზოდის ბოლოს როგორც გახსოვთ, ომი გქონდა სამხრეთის იმპერიასთან და ზავი დავდე საბოლოოდ. კლანის წევრები, უბრალოდ ლორდები გადმოვიბირე ვიდეოს გარეთ. აი ხედავთ. ეს ჩვენი ლორდები, აი ეს დაქირავებულები არიან საერთოდ და ესენი არიან სხვადასხვა ლორდები, სხვადასხვა სამეფოებიდან გადმოვიბირეთ, უმეტესობა ბატანიადან გადმოვიყვანეთ, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ ეხლა რო ჩამესვა ეს ვიდეოში უფრო დიდხნიანი და უინტერესო გამოვიდოდა. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიფიქრე და ამის გამო გადავწყვიტე რომ ვიდეოს გარეთ ამეყვანა ლორდები, მაგრამ თუ ვინმეს გაინტერესებთ, ამისთვის ცალკე ვიდეოს გადავიღებ და ცალკე ტუტორიალს ან რავი ვიდეო უწოდოთ თუ გინდათ, გადავიღებ და დავდებ არხზე. მოკლედ ეხლა დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის მიზანი რაც არის, ხუზაიტებთან გვაქვს ბრძოლა. და მაქსიმალურად მინდა რომ ეს ხუზაიტები შევასუსტო როგორც შევძლებთ და დაუწყოთ ომი სტურგიას და საბოლოოდ გავანადგუროთ ეს სტურგია. 3 ეპიზოდია უკვე ამას ვიძახით და სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ წინასწე საერთოდ სამხრეთის იმპერიაში ვიყავით და აქედან გამომდინარე ვერ ვახერხებდით, იმიტომ რომ მთლიანი მაპი დაახლოებით 4 სამეფო და იმპერია გვებრძოდა. კაი, მოკლედ შევუდგეთ ეხლა. აი აქ სადღაც 700 კაციანი არმია დავინახე. აი ხუზაიტები 700 კაციანი არმია. დიდი ალბათობით ესენი მოვლენ და ამ ციხესიმაგრეს დაარტყავენ. აი ამათმა ჩვენი სამეფოს ერთ-ერთი კლანის წევრებმა ალყა შემოარტყეს სირაიტოსის ციხესიმაგრეს. ეს არის ძალიან მშვენიერი რამე. მე ვიბრძვი ცალკე, ჩემი კლანის წევრებიც იბრძვიან ცალკე თავისთვის, რაც ძალიან მაგარი არის. ხო, ცოტა მოიხოდეთ, აქვე გეტყვით, აი დაახლოებით 5 მილიონზე ავედით, ინფლუენსიც მოვიმატეთ. არმი საიზიც გავზარდეთ, ფართი საიზი. ოკეი, ახლა ჩვენი მიზანი არის ავიღოთ ტიალი. ტიელის ციხესიმაგრე. და მერე მოვყვეთ, აი ლამაზი რო გამოვიდეს, მოვყვეთ ასე სათითაო და გავანადგუროთ მოკლედ ეს ხუზაიტები, ან თუ ვერ გავანადგურებთ, შევასუსტოთ მაინც. 377 კაცი არის. ეგ არაფერი. ავაშენებთ ასე ტარანი. აი ესე ავაშენეთ. მოკლედ ტრადიციულად ეხლა იქნება მანამდე საჭმელიც გამოელიოთ და მორალი შეუსუსტეთ. ტრადიციულად კედლებს ჩამოვლეწავთ. აქ საერთოდ მოუნგრევთ კატაპულტებს და თუ საჭირო გახდება ტრუპებსაც გაუშვებ. აქ რა ხდება? ხმის მიცემა არის, სირაიტოსი აიღეს, სირაიტოსის ციხესიმაგრე აიღეს. ურთიერთობები საკმაოდ კარგი მაქვს ყველასთან. ოკეი, იმედი არ გამიფუჭდება. არა, ისევ 100%-ზეა relationship-ი. დაუთმოთ ამას. აი მაქსიმალურად შევეცდები რომ პატარა ციხესიმაგრეები ჩემს კლანის წევრებს მივცე. ამ ჩემს სამეფოში ვინც არის სხვადასხვა კლანის წევრებს მივცე. და იმის მერე ყველა ასეთი დიდი ქალაქები მე დავიტოვო. აი მოკლედ ეხლა შევუდგეთ ჩვენ საქმეს. აი ეგ არის კედლები ჩამოულეწეთ, კატაპულტები მოუნგრიეთ. 1622 კაცის 364 კაცის წინააღმდეგ. გაუშვათ ტრუპები უცბად. 102 კაცი მოგვიგვდა მარტო, შვენიერი. პრისონერები ავიყვანოთ. და ოპა, ეს ახლა შემოჩნიე 266 კაცის აყვანა შეგვიძლია ჩვენ ფართიში. შვენიერი. და ჩვენი კლანიდან ერთ-ერთი პიროვნება დაიღუპა. არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ნათელი სანთელი. მოდი ჩვენი ძმა გავუშვათ. 100 კაცი ყავს და 187 აყვანის უფლება. კი ბატონო, მშვენიერი ესეც. ახლა ცოტა საჭმელი დავიმატოთ. აქ ფული რამდენია, რაღაცები გავყიდოთ, მოდი საერთოდ. აი ესე. და საჭმელს ცოტა წავიღებ. ოკეი, აქ რა სიტუაცია ახლა? ესე კარგადაც. ლოიალიტი არ გვაკლდება, რაც მთავარია, ცოტა ფული ჩავტოვოთ. აი დაახლოებით 50000 დინარი დავუტოვოთ.
აი ესე საკმარისია. ოკეი, ეხლა წავიდეთ. ეს ჩვენი ძმა თუ შევძლოთ გამოვიძახოთ, მაგრამ მოდი ცოტა დავიმატოთ. ძალიან ბევრ ომს ვაპირებ ამ ეპიზოდში, მოკლედ. ფართები კი არიან, სხვადასხვა ფართები. და მოკლედ ესენიც მიხედავენ თავიანთ საქმეს, თუ დაიშალა ის ფართი. მე მგონი დაიშალა. ხო, არა, აი აგერე ფურიოზე თუ ეს ჩემთან მოდის. ხო, ნუ ის ფართი დაიშალა და აი აქ შემოგვარტყეს ალყა. ოკეი, წავიდეთ ახლა ეს ციხესიმაგრე დავიცვათ. ამასობაში მოვლენ სხვადასხვა ფართები, უფრო გავზდით ჩვენს ფართს და დავესხმებით თავს სხვადასხვა ციხესიმაგრეებს და ქალაქებს ხუზაიტების. ვაფშე, აი ეს დავიცვათ. ამპრელა ავიღოთ, ესე ვფიქრობ, აქედან მოყვეთ. ამპრელას შემდეგ გადმოვიდეთ და აქეთან მხარეს აღარაფერი აღარ რჩება. აი არაგონი რჩება საერთოდ. ხო, ეს არაგონი, ამპრელა და მერე გადმოვიდეთ და ვფიქრობ, აი აქედან ესენი თუ მე მგონი მალამდე ზავს დადები. ოკეი, მოდი ესე იყოს. აი ახლა აქ საკმაოდ დიდი არმია არის. საკმაოდ დიდი არმია არის. დაახლოებით 2300-ნი არიან, კიდე მეტი. ხო, რას ვამბობდი, მოკლედ, არაგონს ავიღებ, ამპრელას ავიღებ და თუ მოვასწარი და ზავი არ დადეს წესით, უნდა მოვასწრო ამ ორ სახება და თუ ზავი არ დადეს, მაშინ აი ამ ტეპეს ციხესიმაგრესაც ავიღებ. ეხლა აქ შიგნით რო შევიდე მე ვაფშე რამდენი ტრუპს დავკარქავ. თან აქ დაიწყო უკვე ბრძოლა. მიდი მიასწარი. ეხლა რა უნდა ვკარქავ? 209 ტრუპს კარგავ. 100-ნი არიან შიგნით, საერთოდ ერთი დღის საჭმელი აქვს დარჩენილი. ღირს თვითონ შევიდე? 2480-ნი არიან. კაი, მოდი ეხლა მე ასეთი იდეა მაქვს. შევედით. აი 2480-1615 კაცის წინააღმდეგ. ეხლა შევად და უცებ დედას უტირებთ ამ არმიას. ხო, აქ პოზიციაზე დაყენება ვერ მოვასწარე, უკვე დაწყებული იყო ბრძოლა, მაგრამ ეხლა შემეძლება მე მგონი. კაი, სალამ ესენი საერთოდ შემოვიდნენ. აუ, გვაქვს ძალიან მაგარი უპირატესობა ჩვენ. აი საერთოდ არჩერებს დავაყენებ არჩერებს ორი წამით. ეხლა მე მინდა ესე ვინც არის საერთოდ ვინებიც არიან ინფეტრი ყველა განლაგდეს ხო აი როგორც არიან აი დაბლა ოღონდ განლაგდნენ როგორ შილდვოლზე მე მგონი შილდვოლზე უკეთესი იქნება ესენი აქ შემოანგრევენ ამ კარებს დიდი ალბათობით და მე დაგვიწყები ბრძოლას მაგრამ ეს გვიან შევამჩნიე საერთოდ ესენი ახლა შეიძლება საერთოდაც არ შემოვიდნენ აქედან კარებიდან უმეტესობა საერთოდ არ შემოვიდეს და შემოვიდნენ საერთოდ აი აქედან ოკეი ახურებმა დავიხეთ ეს აი ესე რო ჩადგნენ სულ ყველა და ეხლა ნახეთ რას ვიზავ ყველა წავიდეს იქ ოღონდ აი მარტო ამ ერთ ინფეტრის აი ასე დავაყენებ კაი ეს მშვენიერი ეხლა მე მინდა რომ არჩერები გავანაწილო კარგად რაც შეიძლება და ორგანიზებულად 17-ნი არიან კაი მოდი ყველა ავიღოთ საერთოდ ვინც არის არჩერები ეს გავუთიშოთ soldiers everyone არა ევრივან არ მინდა archers ასე soldiers აი ეხლა ნახე რას ვიზავ მე იქიდან ვერ ამოვლენ კატაპულტები იმუშავებენ ჩემი აზრით იდეალურად ოკეი ეხლა მე ამათ გავშლი აი ასე მე მგონი იდეალურ რამეს ვაკეთებ და ძალიან ცუდად არ ვიქცევ მაგრამ მეც მაგარი ვარ ანუ
ისინი საერთოდ იქ არიან და არ მემორჩილებიან. ეს რომელია? Archers! Bowman! ბავშვი ყველა ერთი წამით. Follow me, გამიგეთეთ. აი არ მემორჩილებიან, ეს ცუდია. ეხლა შევამჩნიე სამწუხაროდ. აი მოკლედ ცოტა ზემოთ. აი აი ასე დადექით მოკლედ რა. ხო ეს გვიან შევამჩნიე რომ არჩერები საერთოდ არ მემორჩილებოდნენ. არა უშავს. აქედან ეს დავიხმარები არჩერებს. ხო, ანუ ეს ხმალი და ფარი ვიყიდე და დამავიწყდა რატომღაც პოლიარმის და ნაჯახი შემოტანა. ეგრევე მინუსი. კატაპულტები გვაქვს, ხო? მე როგორც დავაკვირდი. აი მე საერთოდ ვაფშე ეხა ერთი დია მომივიდა. გადაწყენო იქით. აი აქ ავიდე. ო ესენი შემოვიდი ალბათ. კატაპულტები გვაქვს, იდეალური. აუ ვიღოთ ისრები. აქ არ არის ის ქვები? აუ იყავი. აი არის მშვენიერი. აქ რო შემოვლენ ქვებით გავამწარებ ამ არასწორებს. აх, სად დამინახა ბიჭო ნახე. ოპა, აქ რას ჩალიჩო თქვი? ტიგრე. ესე მე არ უნდა დავიბრიდო თორე მე რეპოზიციას დაკარქავე. ვახ, სად დავაცილე ბიჭო. დავიბრიდო მეთქი, მაგრამ თუ არაფერში გამოვადეგი არმიას, ეგრე რაც არ მაწყობს. ეს კიდე ერთი მინუსი. ვახ, რამტენა ბიჭო. დავაცილე. მე მგონი შემოვიდნენ ესე საერთოდ. აი ეხლა შემოვიდნენ, ეგ მინდოდა ზუსტად მე. მოდით აქ ჩემოგიჟებო. შვენიერი. და ხა ერთი იდეა მაქვს. კი არა და უბრალოდ ერთ რამეს ვფიქრობ. მე მგონი ისინი იმ ჩამონგრეული კედლის მხრიდან საერთოდ არ შემოდიან და ყველა კარები და შემოვა ეხლა. ესე გავამოდგუროთ ეს ხები. იმედი არ ჩავარდები ხა. მიდი რა. ორი წამი ახლა გადავხედო მე რა სიტუაცია არის. არა, ნაწილი აქედანაც შემოდის, ნაწილი იქიდანაც შემოდის. მე ისრები მე მგონი საერთოდ შეტევაზე გადავიდნენ თავისთვის. აი ეს ვერ დავარეგულირე ამ თამაში რა. ყველა აკეთებს თავისთვის რაღაცას. ალბათ ის რომ სხვა კლანის ჯარისკაცები არიან. მე მგონი იმათი მორჩილებია და მე არ მემორჩილებია. ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ. ოკეი, ახლა ამათ საერთოდ აქედან ვესვრი, აქედან ჩემიანებსაც დავაზიანე. აქ საერთოდ არიან. აი, ოკეი, ეხლა აქედან საერთოდ არ შემოდიან, მე რასაც ვამჩნევ. მაშინ იცი რას ვიზავ? აი, აქედან არა. ცოტა იმპეტრის გადავიყვან კიდე აი. აი, ესე გადადით. დანარჩენი აქ დარჩნენ. რა იყო? დროი ხელთეთ, თქვი აფრებო? დროი ხელთე სამარასწორე, ეგრევე როგორც კი პოზიციები შეუცვალე და ეგრევე აქედან შემოტევა დაიწყეს. ხო, აი ეს კედელი რო არ იყოს დაზიანებული, უფრო უკეთესი იქნებოდა ჩვენი ბრძოლა. და უფრო მეტ პლუსებს მოგცემდა ამ ბრძოლის მოგებაში, მაგრამ არა უშავს. მაინც დედასუდი თუ უეჭოვედით არა. შეახმაროთ. აუ, აქ ესენი ჩამონგრეულები არის ვაფშე. ჩამონგრეულია. სად გაიწია ბიჭო, მე რაუნდით უნდა.
რა გინდა? აქ ხართ კიდე. ჩვენიერი ბიჭები ხართ? გოგონები? აი ესე 4 კაცი ეგრევე გავუშვით საიქიოში. ოღონდ აქ არ ჩავარდი რამ. აუ. გული გამისკდა მეთქი რა მოხდა ჩემ. აქ ზევიდან ავიდეთ ახლა აქ რამე არ გვაქვს ისეთი როგორ ბრძოლოთ? აი ისეთი არაფერი არ არის, ყველა დროის კარქვა იქნება ახლა აქ ყოფნა. აი ეს ორი დამჭა აქ რო უნდა მეთქვა აქ რო გავისებია მე გამოვიყენებ მეთქი, მაგრამ ნუ საკმაოდ მოგროვდა აქაც არ არის. მოდით აქ გიჟვნიებო. ჯერჯერობით მივდივართ იდეალურად. აუ, აი ფუში. ამას რო დაგაგდებიები, მე კი ვეღარ იყიდებ. აი, ოკეი, ახლა კიდე გავიდეთ. აქაც არაფერი არ არის, მაგრამ აქაც არაფერი არ არის, გარდა ისრებისა. ნახე, აქ გამოანგრიეს თუ რა ქნას დო? აი, ესე განავდით თქვენ ჯგრებო. ცოტა აი ესე. აი, აქედან დავეხმარები, ახლა ეს არ ამომგლავ. თქვენ აქ რა გინდ? კიბებით მოხვედი? თქვენი დედავოდი. თქვი ახურა. აი, ალყაში არ მოაქციონე ხა იმ პედრი ყველა მხრიდან. გეგმიდა მარტო მე. სხვა არაფერი. კიდე ერთი მინუსი. ვახ, სადაც და ბიჭო. ეს ნახე პოლიალი რა კარგად თამაშობს. ეგ არის. ჩემ ფეხებზე თამაშობ ამის მერე. ეგ არის. ბიჭო, არჩერები სად არიან ჩემი დო? ვაფშე აღარ ამყავს, იმედია დახმარე რაზმი რომ მოვა, ცოტა ინფეტრი და არჩერი მოვა. რო არჩერები მაწყობდა ამ მომენტში, მაგრამ ჩემი რო ვიცი, ესენი ხა ციხეს აიღებენ. და არჩერები მერე მოვა. არჩერები მერე აღარ მაწყობს. აი, მოვიდა დახმარეები. 59 არჩერი თქვენ გინაცვალეთ. ეგეთან. აი, ესე ხო. შიდვერზე ვიდა. და ეხა თავიდან. აი, ესე განლაგდით, თქვენ გინაცვალეთ, ზაღლი ახსენე და მოვიდა. ეგ არის. აღარა მოგესწრები. თუ შენი სადავაწყო. არა და აშკარად კი ნელის. აი, ეხა ინფეტრის გვიმიცოდა. ცოტა კი არა ბლომად რაც აქ ხავს იქნება მოვიდნენ. რა კლავ შეგიდე დავატირე 3 ის არის დავატირე. ეს კიდე ერთი მინუსი. იმედი მაქვს ახლა ესენ ჩემი მიმართულებით არის თქო. ეს ამასაც გავაკეთე და ვისახურა. აი ესე. დაახლოებით 700-800 კაცი მეტნი იყვნენ ჩვენზე. მაგრამ ჯერჯერობით ვიდივართ იდეალურად 410 კაცი მოვუკალი ჩვენ 254 იმათი. შვენიერი არის. ავიდ მოვიდა ციხესიმაგრე ისთვის დაგითმე ვისიც იყო. რა სუდაშალა ვაფშე არ მინდა და მე მიწევს ახლა ამის დაცვა. ვახ, სადამწდა. მოდი ბიჭო, ამდენი როის. Matanze a visita già, il cielo che
კარბიან მგონი უკან იხევენ აშკარად თუ კიდე დახმარე არა აშკარად გარბის ზოგი ასე რა ის რატო გადავეკიდე უზაიტების ამ ოიგე კი ბატონო ეგ არის მაგარი გამცრა ჩემი ვაჰ მაგრად ვინერვიულე 1029 კაცი მოუკალით ჩვენ 311 კაცი მოგვიკლეს იმათმა მე პირიქით ვიძახოდი მთელი ეპიზოდი პირიქით ვიძახოდი მთელი ეს ბრძოლა უბრალოდ 1029 კაცი ჩვენ მოუკალით 311 იმათმა საბოლოოდ 629 კაცი დაგვიგდეს ჩვენ 1864 კაცი დაუგდეთ აი ეს ჯიგრების ნებდებია ეგ არის ჯიჯი აი გავათავისუფლოთ მოდი ზოგს ავიყვან ასე ზოგს ავიყვან ვაფშე დავილაპარაკები და თუ ჩემ სამეფოში გაწევრიანდებიან მაგათ ხარჯზე მე გავუშვებ ტრუპები მოგვიყვანეს მშვენიერი აქაც ოყავს ვიღაცეები აი ასე ავიყვანოთ და ეხლა რა არის ჩვენი მიზანი აი აქეთ გადავიდეთ ეხლა მე რაც მინდა არის ის რომ ომი გამოუცხადო სტურგიას ოპა აქ ნახე სტურგია რა კარგად მოხოდილან ეს ეხლა ეხლა დავინახე 12000-ნი ავინე ჩვენ კი ჯობი ვართ 6 ქალაქი აქვს და 8 ციხესიმაგრე საკმარისად კი არა და საკმაოდ ძლიერად მოხოდილი საერთოდ ჩამოსულა ნახე და დასავლეთ იმპერიის ტერიტორიაზე ჩამოსულა მაგრამ ესე ეს ულანდიის ტერიტორია არის აი ეს ხო ულანდიის ტერიტორიაზე ჩამოსულა საერთოდ რატომღაც მეგონა გავანადგურებით და მე მგონი უკვე მესამე ეპიზოდია რაც მაგას ვიძახით და ამ ეპიზოდშიც ვფიქრობ ვერ უნდა შევძროთ ეგ რატომღაც ეგეთი ფიქრი აქვს ხო აქ ესეც დამავიწყდა აი ერთი კაცი დაგვრჩა ერთი მეფე აღარ მახსოვს ზუსტად ვინ არის მე მგონი დეჰრეტი დაგვრჩა დეჰრეტს გავესაუბრებით და საბოლოოდ გვეტყვიან სად არის ჩვენი ბანერის შემდეგი ნაწილი ფრაგმენტი აი ამ ბანერის შემდეგი ფრაგმენტი მე მგონი ამის გარდა როგორც მახსოვს კიდე ერთი უნდა ვიპოვოთ და საბოლოო ჯამში დრაკონის ბანერს ავაწყობთ ხო რატომღაც ეგრე მახსოვს ეხლა გადავხედოთ უცებ ჩვენ კლანს რა სიტუაცია არავინ არ წასულა აშკარად ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს მოდი ცოტა ფული მივცეთ ამას აი ასე გამოვიკეთოთ ურთიერთობა აი ეხლა ნახეთ რა სიტუაცია არის ასე რა ისთან უნდათ
ჩემი კლანის წევრებს ომი. არა, მოდი, დავთავდეთ. სერაისთანაც დავიწყეთ ომი, ეგ არაფერი. ბატანიასთან მაინც დავიწყებ ომს. ყველა პონჩი წყალი არ გაუვა. ეხლა მივიდეთ აქ, როგორც თქვი. ხო, მე ვაფშე აქ უნდა მყავდეს წესით, აი აქ არა. წესით უნდა მყავდეს მე ლიდერები თუ აღარ ამყავს. ხო, ზავს რო დებ, თუ ყავს რომელიმე ქვეყნის ლიდერი, მე გარვიან, ხო, ეგ დავავიწყდა. ოკეი. აი, ასე რაისთან ბრძოლა დაიწყეს. იმედია, ჩემი გასაკეთებელი არ გახდება ყველაფერი. დიდი ალბათობით გონია რომ ამ ორ ციხესიმაგრეს დავკარგავ და არ მგონია ეხლა ასე რაის ომი აქვს. მოიცავ ისთან მქონდა ომი. ასე რაის. მარტო ჩვენთან აქვს ომი. არ მგონია ეხა იქიდან თავი შეიწუხო და აქ ამოვიდნენ, მაგრამ თუ რამე ჩვენ მზად ვართ და დავხვდებით ისე როგორც საჭირო არის. ეხლა ნახეთ რა გასწავლოთ. მე ეხლა უცებ არმიას გამოვიძახებ. რაც არის ყველას, ჩემ არმიასაც, სხვისასაც. და მოდი ცოტა დავტოვოთ, რომ იმათმა შეკრა საერთოდ ეს აღარ გვინდა. ესეც აღარ გვინდა, ესეც აღარ გვინდა და ესეც. დანარჩენი მოდი გამოვიძახოთ. კიდე ერთი შვილი შეგვეძინა. მე რამდენი არ ვიცი. 1 2 3 4 5 6 შვილი გყავს. და ჯერ ნახე პირველი 3 გყავს 3-ვე გოგო. მე მგონი ეს ბიჭია უკვე. მე მგონი 3 ბიჭი და 3 გოგო და 3 ბიჭი გვიხოლება. მოდი ვაფშე ამათ სახელები შევუსვალოთ. არ შეგვიძლია? კი, შეგვიძლია. რატო არა? მოდი დავარქვათ ამას თამარი. თამარი. ამას დავარქვათ რუსუდანი. ესე და ალენას დავარქვათ თამარი, რუსუდანი და გურანდუხტი. ესე. დანარჩენი როცა გაიზრდებიან, მე დავარქვენ სახელებს, არც მაგის პრობლემა არ არის. ნახეთ ახლა რა გასწავლოთ, როგორ უნდა მოიგოთ მარტივად ბრძოლა. შედიხარ ქალაქში. ეს პატარა ჰაკი გამოვიყენოთ. გადმოდი ხარ შემდგომ აქე და რაც აქვს საჭმელი, ყველაფერს კიდულობ. საერთოდ მე მგონი ეს ხო ეს არ გადის საჭმელში. თხევი. ყველაფერს კიდულობ. ესე ნაგლათა. მე აქ ნახულობ თუ არის ვინმე კომპანიონი, არც არავინ არ არის, არ დარდუp ამაზე. გამოდიხარ. ნახულობ რამდენ ხანში მოვლენ შენი ჯარისკაცები. არიცი აზზე არ ახარ, გადადიხარ დიპლომატიაში, აწვევის ტურკიას და სამწუხაროდ ესე ვერ უცხადებ ომს, მაგრამ მე არაფერი მოდიხარ სოფელში. ესე. ამ სოფლიდანაც ყიდულობ მაქსიმალურად, რაც არის საჭმელი. ეგ არის. ცენტრზე გავუშვებ, ომი გამოცხადებულია. პრისონერები არ ყავს. 96 კაცს აძლიერებ, ესე უცბად. ესე. აქ აღარ გვინდა ალყა. ეხლა ვნახულობთ აქ რამდენი კაცი დგას გარნიზონში. 545. 746 არის საბოლოო ჯამში. ეგ არაფერი. აქ ეხლა მიდიხარ. ესე. შემოვარტყავ ალყას, სალამ სხვა არმია მოვა, მალამდე იმედია ჩემი არმია მოვა. აჩვენე კაცი მოვიდა, შვენიერი. აშენებ ტარანებს, კატაპულტებს, ყველაფერს რაც საჭირო არის. აქეთ მოდი ეხლა არ გაიგიდო, მოდი შენი. ეხლა უყურე იქი ბრძოლებს, დაკარგავს არმიას. და მერე მოვა. 7 დღის საჭმელი რჩებათ. 42 დღის მე მაქვს, 7 დღის ამათ. არა მგონია ეხლა აქ მე დაველოდო, როდის გამოელევათ საჭმელი. როგორც კი კატაპულტებს მოუნგრევ, აგერ დაუნგრევ კედლებს, ეგრევე შევარდებით. ესე, მალამდე არმიაც მოვა, მოკლედ და ეგ არის, თუ საჭიროება იყო შევარ, თუ არა და დიდი ალბათობით ტრუპებს გავუშვებ. ესე, მოუნგრიეთ კედლები, კატაპულტები მოუნგრიეთ ამაზობაში. ასე რა იმ საკუთარი ძველი ქალაქის დაბრუნების მცდელობა გამოიყენა, რაზეც ალყა შემოარტყეს, აქედან
ოვის ციხესიმაგრე შემოარტყა ალყა სტურგიის არმიამ. ტრუპები გაუშვათ, წესით ბევრი არ უნდა დაიხოცოს. 176 კაცი, ეგ არაფერი, პრისონერები აქ ყავს. არმიას ტრადიციულად ვაძლიერებთ. ეს ქალაქიც ავიღეთ. ეხლა ვნახოთ არმიის დამატება კიდე თუ გვინდა. ისინი არ კრიბავენ და მოდი მე ამათ კიდე დავიმატებ. და ასე რაი მოდი რაც უნდა ისქნეს, კაროჩე რა. თუ შევძლებ ურთიერთობის დედაცვათირე ზავს გავაფორმებ მაგათთან დიდი ალბათობით. და მე ვიფიქრებ რა უნდა გავაკეთო. ან რევანს აუღებ საერთოდ და აქ რამდენი არიან ბიჭო? 3000-ნი არიან. გავიმეოროთ, აბა ერთი კიდე ჯიგრებო. არ გაწყობთ? ოხ, დაიწყეს უკვე აქ ბრძოლა. რამდენი კაცი 179 ტურობს კარგავ და 417 იქ არიან. საკმაოდ ბევრი არმია, ჩემი კიდე მოსასვლელია. აი, ოკეი, შევიდეთ. 2964 კაცი 1447 კაცის წინააღმდეგ. ერთი მოვიგეთ უკვე დაახლოებით ესეთი. ციხესიმაგრე არდარა ყველაფერი მიდიოდა იდეალურად. კაი, ეგ არაფერი. ეხა გაგვიშვებენ, ხალხს ავიყვან თავიდან. მოკლედ დედას უტირებთ ამ არასწორებს. კაი, ეგ არის მოკლედ ცოტა მოვიხოდეთ, არმია მოვაგროვეთ ისევ. ოვის ციხესიმაგრე კი დავკარგეთ. მაგრამ ეგ არაფერი. გიფორმას ერთ არმია შეკრა. ეს, ხო, ეხლა ვნახე. ბელგრად შემოარტყეს ეხლა ამ არასწორებმა ალყა. ხო და მოდი დავიცვათ ჩვენი ბელგრადი უეჭველი. ეხლა რა ხდება? რამდენი კაც ვკარგავთ? 79-ს, ეგ არაფერი. დაველოდოთ ეხლა და დავიცვათ ჩვენი ბელგრადი. ვასკი ჩვენ ვიყავით და თუ სწორად მახსოვს 1200-მდე ესენი იყვნენ, თუ არა მეტი. და ჯერჯერობით იდეალურად მივდივართ, მინდა გითხრათ. ერთი წამი, გიგრებო, ერთი წამი. აი, ჩვენ მოვავიცეთ ახლა. წადი შე.
გეტყვით ეხლავე რა სიტუაცია გვაქვს 306 კაცი იმათმა დაგვიგდეს და 600-ზე მეტი ჩვენ ნახე ბიჭო მე მომყვებიან ესახურები ვა პიზდეცინა აუ აქ არ უნდა მოსულიყავი ხედა რომ გადავხვდე და ვიბრიდები იმედი მაქვს არა თქო აх ძალიან ბევრი დაგვაკდა ეგ არაფერი თლაციკლის ჯობია აქ შემოანგრიე შემოიწიე ცოტა შიგნით ეგ არაფერი იზი გამარჯვება იქნება დარწმუნებული დავამარცხეთ ეს არასწორები ეს ტაქტიკა გამოგვადგა ციხეში უეჭველი ყველა ხა უნდა გაგისაუბროთ სათითაოდ და იქნება კაი შემოვედით მოკლედ შემოვედით ომორის ასაღებად ჩვენზე ბევრად მეტნი არიან აუ ბალისტებია აი ასე აქეთ ხვიდა რატო მოდის ბიჭო ასე ცოტა არმია იგი საკმაოდ ბევრი მიდის აი ეგ არაფერი მე იქით გადავალ აქ დიდი ალბათობით ესენი ჩაიხოცებია ხო არაფერი არ ამიშენებია ეგრევე შემოვედი ძალიან ადვილი იქნება პროსტა ვიდეოს ბოლოა და მინდოდა რომ ბრძოლი დამესრულებია როგორ ზივარ ტახტზე ისე როგორც მეფე შეეფერება მოდი შეცხოვრება ახლა ჯიგო ძამი ახლა ჯიგო არ ვიშევთო კიბეებზე და მაგთემა -1 -2 -3 ავაცილეთ -4 -5 მე მაინც შეტევაზე გავუშვებ ყველას რომ არავინ გაჩერდეს ეს სადგაცრა იღლიოში გავუწვეთებს ეგ არის გამოვლიოთ ისრები და ავიდეთ მერე ჩვენს არანაირი პრობლემა არ არის მაგის ცოტა ხმლითაც ვიბრძოლოთ და გავიმჯობესოთ ხმლის სკილი უყით რა ხმლის სკილი უზორებ ვახ სად მეთქი აბარო მოდია ბიჭო აი ესე ეს მოგვილურდი აი ესე დაფარელი მოგვივიდნენ მე ურჩევათ მე გარზე გავიდეთ ახ ოპო ერთი წამით ბიჭებო ერთი წამით თქვენთან არა ვარ მე ჰემეხვით მოდია შეუღმერთო მოდია აი ეს მოდი და თქვენ წარმართებო თქვენი სისხლი უნდა დავლიო გადაჭრილი ვენებიდან დაიჩოქეთ გიორგი მე-13-ის წინაშე საქართველოს უძლიერესი და მაგრესი მეფის წინა ოპ მოდია ვისებლატავები მოდია ხალი გადი შენი საქმე გააკეთე ოპა გაძურა სიფათი აუ რა სასაკლაო მოვაწყეთ აი ისრები მინდა ეხა გაქა სალამ აუგიტო ერთი წამი ისრებს ვიღებდი შეძმობას მიცავ აუ ტიერ ერთების ჯარისკაცები მოვიდნენ ეხლა და იზი იქნება გამარჯვება ამ ბრძოლაშიც ისრები ავიღე ხო კი ბატონო მოდით აქ მალადეც როცა ვისროლე მასში გამოიწია მოდით მამა სიყვარული ვინმე სრულება რომელი მოდია ვიდეო აი ეს
ეს რა ძმა? რას დიდზია მყარი? ესეც სიკვდილი ნამდვილად არ მინდა. აკაპირო თამაშობა ჯიგრები. ლუდი ხო არ დავლიეთ. ვადია. რა დებილები ვიდადია. ანა მოდით ან წადით ან ჩადით ან დაგუნები. ვაფშე რა სისულელეს აკეთებ. აი ესე. ვა. უკაცრავად. ეხა ვინ მსრული? შენი ყავი? უი, აკეთე შე. აგერ არ არის ისრები რამდენი ვეძები ბიჭო. შენი ყავი? არჩენ არ იყავი? უეჭველი შენი ყავი. აშა. შენ ძმა ვერ ხედავ ახლა. თუ ბრუციანი ხარ. ოპა. ოპა. მინუს თავი. აუე, კრევე საფეთქეში ტენა. რატო გეხო შეჯიგარო? ოე, როლო. აი, ეგრე. შევისი ბიჭი ხარ? აი, ეგრე. მოდი ხა ის შეჯერია. აი, ესე. აუე, კრევე ცხვირის ნესტოებში ვტენე ტიპს. აი, ესე. რა ხდება ჯიგა? რამე ამბავი ქონდა მოსატანი? ნებდებით უკვე. რატომ მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება გამაგებინი ხართ? მოდით აღარ. აუ, იმენა ერთ ქართულის ებრძოლება 9 ვიკინგი. რაც შემიძლია გეხმარები, იმედი არ მოგდა. ბიჭო, აუ, ხო, არა რა. აგრა გამიტყდება. დაბრიდა. და აჰ, 9 კაცი დაბრიდა ტიპმა და კინაღა მე მოვკალი. რა ვქეთ, მოვიგეთ? აი, ჯერჯერობით და არა. 65 კილი გამიგეთებია ამასობაში. შვენიერი აი ჩემი ერთი так ჩათვინვე ეგ არის მოკლედ იზი გამარჯვება კიდევ ერთხელ და ვფიქრობ საკმარისად შევასუსტეთ სტურგიელები აი ეგზოშენიც 93-ზე ავიდათ და ეგ არის ომორი ჩვენია დავიბრუნეთ ისევ ეს ციხესიმაგრე და რამდენი ტერიტორია დარჩა ახლა აქეთ აღარა დარჩა აღარაფერი ეგრე ვიცი მე რა გრახავ თქვენ აღარა დარჩა აღარაფერი fuck აი აქეთ გაუნადგურეთ აქეთ წაართვე საერთოდ ახლა ამასაც წაართმევენ და დარჩათ რა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ამასაც შემდეგ ეპიზოდში დიდი ალბათობით დედასუტირებთ მოკლედ მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო ჩემი თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი ჩვენ კი შევხვდებით უკვე მე-10 ეპიზოდში მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ნახვამდის